ერთ-ერთი ყველაზე ფერადი, აქტიური და დატვირთული პერიოდი სახალხო დღესასწაული დასასრულს მიუახლოვდა. სადღესასწაულო სეზონი მხოლოდ ტრადიციები არ არის, ეს არის პერიოდი, რომელიც ბიზნესისთვის წლის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ შედეგს განსაზღვრავს. რაც 2025-2026 წლის შობისა და ახალი წლის სეზონმაც კიდევ ერთხელ ცხადა დაჩვენა. გლობალური მასშტაბით საახალწლო ონლაინ გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1,29 ტრილიონ დოლარსაც გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იანი ზრდა არის. კვლევების მიხედვით ზრდას ხელი შეუწყო მასშტაბურმა ფასდაკლებებმა, მოქნილმა გადახდის სერვისებმა და ონლაინ პლატფორმებზე მომხმარებლებისთვის მორგებულმა შეთავაზებებმა. განსაკუთრებით მაღალი იყო შედეგები შეერთებულ შტატებში, სადაც საახალწლო ონლაინ გაყიდვებმა თითქმის 260 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურად 6,8% გაიზარდა და ყველა დროის რეკორდად შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები ფასების მიმართ ფრთხილები დარჩნენ, აქციებმა და ფასდაკლებებმა მოთხოვნის ზრდა მაინც განაპირობა. ამავე პერიოდში მკაფიოდ გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია – მობილური შოპინგის დომინაცია. საახალწლო სეზონზე ყველა ონლაინ შესყიდვის 57%-მდე სმარტფონებიდან განხორციელდა, რაც მომხმარებლის ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. რაც შეეხება პროდუქტებს, ონლაინ გაყიდვების ზრდაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ელექტროტექნიკა, სმარტფონები, ლეპტოპები, ჭკვიანი მოწყობილობები და სათამაშო კონსოლები. აქტიურად იყიდებოდა ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე ავეჯი და სახლის ნივთებიც. დამატებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სათამაშოების მიმართულებით, სადაც ონლაინ გაყიდვები დაახლოებით 7,8%-ით გაიზარდა. ყველაზე მოთხოვნადი ინტელექტუალურ თამაშებზე ორიენტირებული პროდუქტები იყო. ასევე გაიზარდა კოსმეტიკისა და ჯანმრთელობის პროდუქტებზე მოთხოვნაც. თუმცა სადღესასწაულო ეკონომიკა მხოლოდ ონლაინ სივრცით არ შემოიფარგლა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად იმართებოდა ტრადიციული საშობაო ბაზრობები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადგილობრივი ეკონომიკისა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი ვიზიტორთა რაოდენობა და ძლიერი გაყიდვები დაფიქსირდა. მცირე მეწარმეების ნაწილმა აღნიშნა, რომ მათი წლიური შემოსავლის დაახლოებით 30% სწორედ საშობაო ბაზრების პერიოდში მიღებულ გაყიდვებზე მოდიოდა. ვაშინგტონში გამართულმა ერთ-ერთმა ბაზრობამ მასპინძლობა გაუწია დაახლოებით 50 ადგილობრივ ხელოვანსა და მწარმოებელს, რომლებმაც ჯამურად დაახლოებით 200,000 დოლარის შემოსავალი მიიღეს. ევროპაში, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში საშობაო ბაზრობებმა კვლავ შეინარჩუნა ეკონომიკური ძრავის ფუნქცია. ბაზრობები არა მხოლოდ პირდაპირ გაყიდვებს უზრუნველყოფდნენ, არამედ ზრდიდნენ ტურისტულ ნაკადს და ხელს უწყობდნენ ადგილობრივ ბიზნესებს. საერთო ჯამში 2025-2026 წლის სადღესასწაულო სეზონის შეჯამებამ გვაჩვენა, რა მიმუშავა ეფექტურად და სად არის განვითარების პოტენციალი. სწორედ ეს სურათი აძლევს კომპანიებს საშუალებას მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მომავალ საახალწლო სეზონს უფრო გააზრებული და ძლიერი სტრატეგიით დახვდნენ.